ორბანმა წააგო და რა ხდება? ეგრევე ხდება რა. სულიერებაზე გადის ყველაფერი, უფალზე გადის. აი ნახეთ რა, ორბანის დამარცხების შემდეგ პირველად უნგრეთში LGBT მარში ჩატარდა. აი ნახეთ რა. აი არ ვიცი და აი ურსულა ფონ დერ ლაიან დეიდა სიხარულისგან ცას ეწია, ცას. აი ძალიან მიხარია რომ უნგრეთში LGBT თემს საბოლოოდ შეუძლია შიშის გარეშე მსვლელობის გამართვა. დღეს ბუდაპეშტის ქუჩებში სიხარულითა და სიამაყით არის სავსე. ქუჩები უკვე. და ოღონდ სამთავარი რა არის? არა, გაუჩი ტიხარი გაუჩი კაცო ამისი რა. გაუჩი ამის ტიხარი. იორე. აი აღარ გვინდა ფონ დერ ლაიანზე ლაპარაკი. ერთ სიტყვი და ძალიან მოკლეს. ედიდუთი. იცი არის? უნდა აღნიშნოთ აქავსებოთ ის, რომ ესენი ეს ამათი მოძღვრების გამტარებლები აქ რო იძახიან, რომ არაო, ჩვენ საიდან მოიტანეთო ჩვენ რო გავალდებულებენ, რომ LGBT თემა უნდა იქორწინოს, მაგას არავინ არ გთხოვს. როგორ არ გთხოვს? მაგერ გთხოვს პირდა. ჭიხვინებს ხალხი. გამოვიდა ჩვეულებრივად. ჭიხვინებს ხალხი პირდა სიხარულისგან წასეცია. შეიცვალა მთავრობა? კონსერვატორები ჩამოშორდნენ და ზო LGBT ეგრევე და ესენი გვიხარია. იგივე სიტყვენ, აბა რა სიტყვენ. ლიზა, როგორ ხდება სათვალე? ხო. ნუ ძალიან. აი ძალიან, ლიზა ძალიან. ლიზა, კაი, შემდეგი რა გვაქვს? მასკის კომენტარი, ხო, მასკი USAID-ზე აკეთებს კომენტარს. თვითონვე იძახია რაც ხდებოდა რა. თუ შეიძლება გავუშვით რა. USAID-მა დააფინანსა რევოლუცია მაიდანი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. არის თუ არ არის ბილეთი? არის თუ არის? აი, ეგ არის ეს მაგრადაერია ეს ბიჭი თავიდან გახსოვს შაშა, რომ ერთი ბიჭუნა ეგრევე და USA რომ დახურა და ჩამოქოლა ყველგან. კი. ეხა მერცი. ესე იგი, მერცის ხო რა არის მერცი რას იძახის ეს კაცი? გერმანიაში ნამდვილი ძიმე ეკონომიკური ვითარება. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 300-დან 500-მდე სამუშაო ადგილს. ასევე ორნიშნაა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად კოტრდებიან. და რა, გიხარია ესა? შენ ახარ პრემიერ-მინისტრი, კანცლერი და ჩვენ გვეუნდები? არა, იცი რა ზელა, რეალურად ხო? მიხედე ბიჭო, რატო გადაგვეკიდნენ? ხო, ეგ არის. აი, ამოდენა პრობლემები რო. კი ბატონო. წავდი და დამანებე თავი და წავიდნენ. მე რას ვიძახი აქამდე? კი ბატონო, წავიდნენ რა. მე მოვედი და წავიდნენ ხო და გახარო. ვიდი გაუშვეს გერმანიის ელჩმა დახტოვა. ვაშა, მეგობრებო, ვაშა. მერთო მაღალო, რაღაცა კაცი საქართველოსთან წავიდა. ვაშა. ვინ წავიდა? აი ეს კაცი წავიდა. ეს ვინ? ეს კაცი. რა ის კაცი? აბა? სად ნახე კაცი? ეს კაცი. ნახე კაცი. არა, არც ხალია, არც კაცია. საშუალოს, როგორ ეს ეძახიან ეგენი? არც ის რო არის და არც ის? არც ყვავი ვარ, არც მოგო. შიმეილი? შიმეილი, არა იმეილი. გაუშვით რა, კომენტარი მიეცით ამის წასვლას რა. მახტიტურაო, შვაინე. აი ეგრე შენ. ეგ იყო ისა, აი ესე უვარდებოდით ყველას თქვენ სახლებში. თქვენი ბაბუები და ბებიები. ესე იყო ესე. და უბრახუნებდით კარებზე და შიშისგან ანა ფრანკი პატარა ბავში ერთი წელი იმაში გამოკეტეთ სარდაფში. სხვენში. იქ ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. და აი ესეც უყვიროდით გარედან, კარებს უნგრევდით გარედან. და ბოლოს დახვრიტეთ.